ახლა ზესტაფონელი მხატვრის ჩემალ კახნიაშვილის სახლში უნდა გამოგზავროთ. სახლში არა, ეს სახლ-მუზეუმია. შემოქმედებითი ნიჭების ზეიმია აქ რაც ხდება. ჩემალ კახნიაშვილი ამასთანავე 17 რიცხვში იყო დაბადებული და როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ეს არის ვარსკვლავური ენერგია. ეს ადამიანები ხშირად არიან დაჯილდოებული ძალიან ბევრი ნიჭით და ისინი უბრალოდ უნდა ანათებდნენ, უბრალოდ უნდა გადასცემდნენ საკუთარ სინათლეს, საკუთარ ვარსკვლავურ ენერგიას ადამიანებს და ჭრდილში არ უნდა იყვნენ, სხვებს არასდროს არ უნდა შეედარონ და საკუთარი უნიკალური პოტენციალი სამყაროს აჩვენონ. რასაც არ უნდა აკეთებდნენ, შეუძლიათ ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაში იყვნენ. ხელოვნება და შემოქმედება კურნავს, როგორც ვამბობ ხოლმე, და ხელოვანი ადამიანი კი თავად არის მკურნალი, თავისი შემოქმედებით, თავისი შექმნილი ხელოვნების ნიმუშებით, რომელიც მრავალ ადამიანს შეიძლება გადაეცეს და მიეწოდოს მისი ენერგია, ფიქრობ, რომ კურნავს, აცოცხლებს, გვაჩვენებს სიცოცხლის მრავალფეროვნებას და როგორ შეგვიძლია დავტკბეთ ამ ყველაფრით ამ სამყაროში. ყოველი დეტალი მისი შექმნელია თითქმის, ეს ხის ნაკეთობებიც მისი შექმნელია. მთელი სახლი და ეზოც ხელოვნების ნიმუშია, ასე ვფიქრობ. და ამ ოჯახის ყოველი წევრი კიდევ საოცარი ნიჭებით არის დაჯილდოებული. და იცით რამდენი ოჯახია ასეთი, რომლებიც იმალებიან და ჭრდილში არიან. იცით რამდენი ადამიანია, რომლებიც საკუთარ პოტენციალს მალავენ და გარდაიქმნება ეს ჩვენი საოცარი პოტენციალი შემდგომ სხვადასხვა პრობლემებში, ფსიქოსომატურად დაავადებებში, მუდმივ უკმაყოფილებაში, გაღიზიანებაში და სხვა და სხვაში. დამოყევი და გადადგინა ბიჭები დღესვე, რომ შენი უნიკალური პოტენციალი გამოანათო.